გამარჯობა. მოგესალმებით და ძმების პოდკასტის მორიგი ეპიზოდის დროც დადგა პირველ რიგში ისეთი დღეები გვაქვს მიულოცოთ ყველას ალბომის ბრწყინვალე დღესასწაული. საინტერესო ამბები გვაქვს ჩავარიხილეთ ჩემპიონთა ლიგა. მეოთხედფინალები, ვიცით უკვე ნახევარფინალური წყვილები, 4-ვე ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. PSG შეხვდება არსენალს, ხოლო ბარსელონა დაუპირისპირდება ინტერს და როგორ მოვიდნენ აქამდე PSG Aston Villa გამოთიშა ორ მატჩიან დუოში, 3-1 მოუგო პარიზში და 3-2 დამარცხდა ბირმინგემში და Aston Villa-ზე რა შეიძლება ამ წყულზე ითქვას, გუნდმა იბრძოლა, იჭიდავა და ბოლო წამამდე ინტრიგა დატოვა, თითქოს ისეთ ბოლო მესამე გოლის მერე არაერთ შანსი ჰქონდათ, რომ კიდე გაეტანა. კი ბატონო, თითქოს ისეთ წყულში, სადაც აუთსაიდერად ითვლებოდა. გაგახსენებ რას ვამბობდი? პავლე კარუყავდა სტუმრად, რომ Aston Villa-სთან გაუჭირდება PSG-სო და ესეც მოხდა რეალურად. მაგრამ იმასაც ვამბობდი, სამართლიანი რო იყოს, ისიც უნდა თქვათ, რომ ვამბობდით, რომ რეალს Arsenal შანსი არ აქვს, ხო, მაგრამ ეგა ფეხბურთია რა. ხო, მოკლედ PSG გავიდა და იქიდან შეხვდება Arsenal-ს, რომელმაც ორივე თამაში მოუგო რეალს. პირველი დეკლან რაისის საოცრებებით, ორი სასწაული ჯარიმა და იქ მერინოს გოლი და მერე უკვე ბერნაბეუზე 2-1 მოუგეს. თან ისე რომ ხო, რეალს ახლოსაც არ იყო დაკამბოასთან. დაკამბექებასთან ახლოსაც კი არ ყოფილა. მიგვაჩვია ბოლოს. ხო, და ცოტა უცნაური იყო, თუმცა Arsenal-მა გამოავლინა ის ხასიათი, რაც ალბათ მთელი სეზონი პრემიერ ლიგაში ატყდა და სწორედ აი ამ გადამწყვეტ მომენტში აჩვენა რა შეუძლია. ინგლისში რო 3-0-ს აგებ, მე ინგლისურ გუნდთან არ აქვს მნიშვნელობა, სულ რო იფსვიჩი იყოს და სულ რო სვონსი იყოს, არანაირი მნიშვნელობა. ინგლისური გუნდია, იმ ქვეყნიდან არის ეს სპორტი წამოსული, თან ინგლისში თამაში ყველაზე მაგრად უჭირს. და ნუ ეგაა რა, Arsenal-მა იპოვა თავისი ძალები, Arteta-მ ძალიან მაგრად იმუშაოდა და აღნიშნა კიდევაც, რომ ეს გამარჯვებაო ძალიან დიდი დამსახურებაა Pep-ისო. ჩემი ესეთ ფორმაში ყოფნაო და ჩემი ესეთ კარგი მწვრთნელობა დავიჭეიქო, ნუ შესაძლებელი აქვს პირველი გუნდი გახდა Arsenal ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფში რეალს ორივე თამაში მოუგო. Aston Villa PSG-ს დღეს PSG-ს დღეს დაძაბული თამაში იყო ბარსელონასთანაც. დორტმუნდმა სერიოზულად იმუშავა მეორე თამაში, იყო 2-0, მერე ბანძი გოლი გაუშვეს, თავის ავტოგოლი იყო და ვინ გაიტანა ფეხბურთელმა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, ბენსებაიზე მასალა. ყველაფერს ემატება ის, რომ მაინც არ გაჩერდა დორტმუნდი, მაინც მესამე გოლით გაიტანეს, იქ იყო მერე მეოთხე გაუქმებული გოლი. ნუ მოკლედ არ გაუმართლათ, იმიტომ რომ პირველი თამაში ძალიან დიდი ანგარიშით ჰქონდა წაგებული, მაგრამ ბრავო დორტმუნდს, კარგი მაგარი ნახევარფინალები იყო ძალიან. მეოთხე ფინალები უკაცრავად, მეოთხე ფინალები ძალიან მაგარი იყო და ის გადაგჩენია რომ ველოდოს ნახევარფინალზე. ხო, ბარსელონამ პრინციპში ხვიჩას ფინალში. რო გვეგონა რომ პირველ თამაში გაინახდა ყველაფერი, დორტმუნდმა გამოაჩვენა რომ ბრძოლას, თავდადებას და რაც იდეისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ნუ გასაგებია რომ 4-0 რო გაქვს მოგებული, რთულია ისე გახვიდე მოედანზე, მაგრამ იმ შემართებით, რომელიც შეიძლება პირველ წინათ თამაში. ხო, მან ძალიან საინტერესო სტატისტიკა. არასდროს არ გამიგე ეს სტატისტიკა, ბოდიში ჩაგერები. ლამინე იამალა დორტმუნდთან ირბინა 1 კილომეტრით მეტი ვიდრე დორტმუნდის მეკარე. ანუ ძალიან უცნაური სტატისტიკაა რა, შემტევა ფეხბურთელმა, რომელიც მუდმივად შეტევაშია და დაცვას ეხმარება და მუდმივად მოძრაობს. უწევდა თან უკან ჩამოსვლას. ხო, ანუ ეგ თამაში ზედა იცი რატო ამბობ, იმიტომ კი არა რომ ბარსელონას გულშემატკივარი ვარ და რამე იმას ბაიკიდათ დორტმუნდთან და მაგიტო არ ვამბობ. იმიტომ რომ აჯობა დორტმუნდმა. ხო, ერთი ეგ და ფაქტია რომ არც იმ შემართებით და არც იმ სულისკვეთებით არ იყვნენ გამოსვლები, როგორც მაგალითად პირველ თამაშში. ბარსელონა გავიდა, მაგრამ იქით ხვდება გუნდი, რომელმაც გამოთიშა ინტერი, ინტერი რა იყო და ბაიერნი ასპარეზობიდან შესაბამისად ინტერ ხვდება, მოუგო გასვლაზე ალიანს არენაზე, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი იქნება 31 მაისს, 1-2 და მერე უკვე ჯუზეპე მიაცაძე 2-2 ითამაშა, რაღაც მომენტია ბაიერნი წინ იყო, მაგრამ ნუ დაუტრიალა თამაში, 2-1 უგებდა ინტერი, მერე გაათანაბრა და ბოლო წამები იყო ძალიან საინტერესო, როცა ბაიერნი სულ შეტევაში იყო, მაგრამ ვერ მოახერხეს თამაში დამატების დროში გადაყვანა. ბაიერნი მერჩივნა, როგორც ბარსელონის გულშემატკივარ სათამაშოდ, ვიდრე ინტერი, იმიტომ რომ ძალიან რთული იტალიური გუნდია, იქ დაცვაც იცის. სიმონე ინძაგი ძალიან კარგი ტაქტიკოსია და კარგი მწვრთნელია, თავისი შემადგენლობაც ისეთი ყავს, როგორც
ჭირდება და შემთხვევითი არ არის რომ ოპტას სუპერკომპიუტერმა გამოაქვეყნა. ეგ შემთხვევითი ეგ ცოტა რეალური მგონია, არ ვიცი, შეიძლება ჩემი განმოსახები. სადაც ყველაზე მეტი შანსი ჩემთან ლიგის მოგების აქვს Arsenal-ს, მერე მოდის Inter-ი, მესამე პოზიციაზეა Paris Saint-Germain და ბოლოზე Barcelona და ლოგიკურია ეს გადანაწილება, იმიტომ რომ Arsenal-მა ორივე თამაში მოუგო მოქმედ ჩემპიონს და ალბათ ჩემპიონთა ლიგის მთავარ გუნდს. ამოცემულობით პრინციპში ლოგიკაში ჯდება ის, რომ Arsenal-ი არის პირველზე, მერე Inter-ი მოდის, რომელმაც არ წააგო არც ერთი თამაში Bayern-თან, მერე მოდის PSG, იმიტომ Barcelona წააგო ფორით. ჰანდიკაპით წააგო Dortmund-და ეგეც. ხო, არა, მე გულისხმობ კომპიუტერის ლოგიკიდან გამომდინარე. ოპტაროს სტატისტიკა რამეს ხედდეს? 29-30 აპრილი არის ნახევარფინალების თამაშები. ნახევარფინალები და გამეორება არის PSG Arsenal-ი 29-ში და მერე არის 30-ში Barcelona Inter-ი. 4 ქვეყნის გუნდები არიან იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის და ინგლისის. და ამ საუბრის პირველი თემის ბოლოს წარმოუდგენლად მაგარი თამაში ვნახეთ ევროპა ლიგის მეოთხედფინალი. ჩვენთვის სამწუხაროდ მაინც იმიტომ რომ ჟორჟი ვერ გავიდა ნახევარ. მაგრამ ფეხბურთი ზეი. ალბათ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში Manchester United ლიონი. კაც გაგდებულმა ლიონმა დაუკამექა, ანუ 2-2 გახდა, ტოლისო გააგდეს და მე 2 გოლი გაუტანეს უცებ. კი ბატონო, დამატებით დროში. სასწაული მოხდა. საოცარი თამაში იყო და შესაბამისად Manchester United გავიდა ნახევარფინალში და ხვდება Bilbao-ს, რომელმაც Rangers-ი გამოდიშა. და Bilbao სტადიონზე არის ევროპა ლიგის ფინალი. და მეორე წყვილი ევროპა ლიგის გვაქვს Tottenham-ი, Bodo Glimt-ი. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, Bodo Glimt-მა Lazio გამოაგდო და 11 ტრენერების სერიაში და მოკლედ აქაც უშეღავათო ბრძოლა იქნება, ბუნებრივია და საინტერესო თამაში. მე ძალიან მაგრაველები პირველ რიგში მაინც უფრო ჩემპიონთა ლიგას რა თქმა უნდა. მაგრამ ევროპა ლიგა კარგი თამაშები გაიარა. საინტერესო იქნება, ხო, იმიტომ რომ Manchester-ს რეალური შანსი აქვს, რომ თუ მოიგებენ ამას, ეგრეთ ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ, იმიტომ რომ ერთად ვერ გადიან. ინგლისური ფინალის შანსი არის საკმაოდ მაღალი Tottenham-ის და Manchester-ის შემთხვევაში. აი მან რა მოხდება, კაცო არის იმიტომ რომ ერთ-ერთი ცუდი გუნდი ამ სეზონში. Manchester-ს ერთადერთი შანსი აქვს, რომ სეზონი წარმატებულად გუშინა ამორი თქვა გამარჯვების მერე, რომ შეიძლება ჩემგანო როგორც მშრალისგანო ცუდად ჯერსო, მაგრამ ბოდიშის მოხდითო Manchester-ის გულშემატკივრებთან, რომ ჩვენ ფეხებზე ვიდეო პრემიერ ლიგა, იმიტომ რომ არანაირი ინტერესი და არანაირი დატვირთვა აღარ აქვს, მაგალითად ახლა მე-17-ზე გავალ თუ მე-13-ზე, ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, იმიტომ რომ არ ვარდებიან. ისო ფეხბურთში დავრჩეთ და ქართულ ფეხბურთში დავრჩეთ, ქართულში ლეგიონერზე, ხო, გიორგი მამარაძე, საქართველოს ნაკრების და ვალენსიას წინვალ და დიდებულ მეკარეზე, რომელიც ჩვენ და საბედნიეროდ ძალიან მაგარ ფორმაში შევიდა რაღაცა პატარა პრობლემების შემდეგ. მატჩი საუკეთესო მოთამაშე გახდა რეალთან, ვინისიუსს პენალტი მოუგო. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ვალენსიამ ძალიან მნიშვნელოვან დროს გაიღვიძა. ხო, ნორმალური ფეხბურთის თამაში დაიწყო, მაგრამ ვერ შეხედავდი ფიზიკურად მაგათ თამაშს. ჩვენ შეგვიძლია თქვა, რომ არ გავარდნენ, იმიტომ რომ მოუგეს რეალს მადრიდში. საუკეთესო მოთამაშე გახდა მამარ და ვინისიუსს 11-ტრიანი აუგო, თან მან სასწავლო ისტორია ეს იყო, რომ ვინისიუსმა უთხრა, რომ 50 ევროზე დავნისლავდითო, თუ ავიღებ მამარ დაიგებ და თუ გაიტანდა ვინისიუსი და მე ჩვენ ენაზე, ხო, ჩვენ რო ხუმრობა გვყავს, მამარდამ თქვა, რომ გაფუფლოდაო ვინისიუსი, არ მომწავი 50. ხო და ამ ამბის მთავარი ხო, მთავარი რატო დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, მთავარი მიზეზი არის ის, რომ აპრილის თვის საუკეთესო ლიგის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის ჩვენი ქართველი ლეგიონერი ძალიან მაგარი მეკარე და მამარდა და არა მხოლოდ მეორე ნომინაციაც არის თვის საუკეთესო სეივი მბაპეს რო აუღო ბურთი ბერნაბეუზე ეგ შეიძლება გახდეს თვის საუკეთესო სეივი. მოკლედ ორ ნომინაციაში ჭიდაობს მამარდაშვილი. ხო და ახლოვდება ის პერიოდი რომ მამარდა მიდის პრემიერ ლიგაში სექტემბრიდან უკვე ოფიციალურად ივლისის ბოლოდან უკვე ოფიციალურად ლივერპულის ფეხბურთელი იქნება. გამოვისუნთქე, აუ ძალიან ველოდები მოკლედ მაგ პერიოდს. თან კარგი ამბავისა რომ ვან დაიკი და სალაჰი დარჩნენ. ორივე დარჩნენ, ნუ კარგი ამბავის არ იქნება თუ ალისონის დარჩება, მაგრამ მაინც მგონია რომ ამ ხელად თანხარ ვიყავთ გადახდილი მაგარაში. ნუ ფაქტი ისაა რომ ალისონს ვერავინ ვერ ეტყვის რომ მოდიო შენ სკამზე გადაინაცვლო რა. ხო, რაღაც როგორ გამვითარდება, მაგრამ იქამდე დიდი დროა. და თქვათ ქართულ ფუტზალზე, საქართველოს ფუტზალის ნაკრებმა მოახერხა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. ბოლო თამაში იყო საფრანგეთთან თბილისში 3-3 ვითამაშეთ და ავტომატურად გავიდა საფრანგეთი ევროპის პირველი ადგილი გავიდა საფრანგეთი, ჩვენ პლეი-ოფში გადავინაცვლეთ, პლეი-ოფის წილისყრა მაისში არის დაგეგმილი და აი გავიგებთ უკვე ვინ შეხვდება ავტომატურად ასათიანის მომზადებულ
ძალიან სიმპათიურ, მებრძოლ, კარგ ნაკრებს. და იმედია, რომ საქართველოს ფუტზალის ნაკრები მოახერხებს მეორე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას და წარმატებები უსურვოთ, იმიტომ რომ მართლა კარგი ნაკრებია და ალბათ ამდენი წელი სტაბილურად ეს ნაკრები მოდის, იზრდება, ვითარდება და რაღაც შედეგებს და მუდმივად იბრძვის უმაღლესი კი ბატონო შედეგები. ყველა სპორტის სახეობაში აი ბოლოში გავდივართ და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სეზონის გადამწყვეტი ეტაპია. გადამწყვეტ ფაზაში შევედით და ყველაზე საინტერესო თამაშები და დაპირისპირებები ახლა შედგება. კი ბატონო. მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი იქნება ზედიზედ სამგზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მომავალი მსოფლიო ჩემპიონი. ნუ გაუსწრეთ მოვლენებს, მაგრამ ვისურვოთ ეს. გივი მაჭარაშვილი შემოგვიერთდება რამდენიმე წამში ჩვენ და ვილაპარაკებთ დეტალურად გავლილ ევროპის ჩემპიონატზე, მის დაწყებულ კარიერას და ყველაფერზე, მოკლედ წინასწარ არ ვთქვათ რაზე ვილაპარაკებთ. თუმცა სანამ გივისთან გადავინაცვლებთ, მანამდე შეგახსენებთ, რომ ძმების პოდკასტი ამ სახელწოდებით გამოიწეროთ YouTube-ზე ჩვენი არხი, გამოყვებით ამავე სახელწოდებით Facebook-სა და TikTok-ზე, მოიწონეთ ეს ვიდეო, მოკლედ გამოყვებით და არ მოგაწყენთ საინტერესო ამბებით. რაღაცის თქმა გინდა. მოიწონონ ეს ვიდეო და კომენტარი დაგვიწერონ. სად ვიმყოფებით? ვიმყოფები პაბ 44-ში. რაღაცა რო არ დაგაუწევთ. ზანდუკელის 22 ნომერში, სადაც აი იმ სპორტულ ამბებზე, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, რაც დარჩა კიდე საყურებელი, მობრძანდით, ისიამოვნეთ, უყურეთ და დატკბით ამ კარგ ხალხთან ერთად. მადლობა მათ ამ ფანტასტიკური სივრცის დათმობისთვის. ჩვენ კი წავედით გივი მაჭარაშვილი. მეორე ბლოკის დროც დადგა და შემოგვიერთა სტუმარი, ჩვენი სტუმარი კი ძალიან ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი სპორტსმენია, ზედიზედ სამგზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავი 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილია ჩვენთან პოდკასტში სტუმრად, რაც ჩვენთვის პატივია და მადლობა მობრძანებისთვის და პირველ კითხვას დავსვამ. შენი წარმატების ფორმულა და შენი გავლილი გზა, მინდა რომ მოუყვეთ როგორ დაიწყე და როგორ მოხვედი აქამდე და მე უკვე ჩავშლით თემების მიხედვით კითხვებს. მოგესალმებით, მადლობა თქვენი პირიქით, რომ ასეთ კაი საქმეს აკეთებთ. და ჩემ სპორტულ ამბავს რაც შეეხება, 11 წლის ვიყავი, თავისუფალი ჭიდაობა ვერ დავიწყე. მანამდე ძიუდოზე დავდიოდი 1-2 წელი და ცოტა ისეთი სუქანი ბოში ვიყავი და ძიუდოდან ცოტა მალე გამომისტუმრეს, არ გამოვშენგან არაფერია და მე ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო ლევონ თედიაშვილი. სულ ჩვენ ოჯახში იყო ხოლმე ლეგენდარული და ყოველ შაბათ-კვირას ჩვენთან იყო ხოლმე, ჩემი პაპასთან ძალიან ახლოს იყო, მეგობრობდნენ და უკითხულობდი ვინ არის და ყველა ვიზახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ყველა ესე რომ ეპყრობოდა, მეთქი მეც მინდა რა, აი ამბავია და აი ესე მოვხდი ჭიდაობაში და დავიწყე 11 წლის ასაკში და თავიდან როგორც წესი და რიგია სულ ვაგებდი რა. რამოდენიმე წელი და მე ერთხელ მედალი რო ჩამოვიკიდე, ესე მომეწონა რომ აღარც მომიხსნია იმის მერე მედალი. სულ ცხელი ევროპის ჩემპიონი ხარ. ზედიზედ მესამედ მოიგე და თან ალბათ ქართველისთვის განსაკუთრებულია რომ ფინალში რუსს უკრებ, გასაგებია სპორტია, მაგრამ მაინც რაღაცა სპეციალური დატვირთვა აქვს მაგ ბრძოლას რა. არ გინდა რომ ქართველმა ახლა რუსთან წააგო და აი შენთვის რა იყო იმ ფინალში თან რაღაცა უხეშად რო თქვა, პატარა დაძაბულობასაც ჰქონდა ადგილი იმ კუთხით რომ რაღაცა ბოლო მორჩა ბრძოლა ხელი კრა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შენ უკეთ განმარტავ ამ ყოველს. შეიძლება და უფრო მარტივადაც მოგვარება ამ შეხვედრის, მაგრამ მაინც დატვირთვა აქვს რა, ცოტა სხვანაირი ფინალი თან იქ რუს ხდები, ცოტა სხვანაირი დატვირთვა თან ახლა ძალიან დიდი ძლიერი სკოლა აქვს, მოკლედ რო ვთქვა და სოფლიოში ერთ-ერთი ძლიერები არიან რა, ეს დაღესტნის სკოლა, მოკლედ რო ვთქვა და შევედი ისე რომ მეთქი მინდოდა რომ თავიდანვე იამნი მომექო, მაგრამ ისეთი უხეში შეხვედრა წავიდა. უხეშად დაიწყო ჭიდაობა და მომიწია გადაწყობა მთლიანი შეხვედრის და იქ მე თან თითებს მომტრევდა ხანის და მსაჯის ცოტა ეხმარებოდა მოკლედ რო ვთქვა ზოგადად წესია ეგეთი დიდ ქვეყნებს ეხმარებიან და მე შეხვედრის დროს ცოტა ძალიან არასპორტული საქციელი გააკეთა, ხა კონკრეტულად არ ვიტყვი რას გააკეთა და მაგაზე იყო მე ხელით რომ მოვქაჩე რამოდენიმე სიტყვა უთხარი რაც იყო სათქმელი და მაგაზე იყო მე ხელი რომ გრა რა. მაგრამ როგორც წესი და რიგია თავარია დროშა ჩვენ გადავიკიდეთ ხრებზე ქართული ჰიმნი აჟღერდა და მე შეჯიბრის მე შევხვდით იქ
მწვრთნელთა კოლექტივმა აქეთ იქიდან შეგვახვედრეს და როგორც წესი და რეგია სპორტულად ისე ხელი ჩამოვართვით და ისე დავშორდით იმ ტატამიზე მთავრდება ყველაფერი. ტატამზე მთავრდება ყველაფერი, მოკლედ რო ვთქვათ. ჭიდაობის პროცესში, აი პარტერი, რასაც ქვია, აი იმ პროცესში მსგავსი წონის და მსგავსი მნიშვნელობის დაპირისპირებებში რა ხდება, მაგრამ არ მჯერა მე რომ მარტო შეიძლება ჭიდაობა იყოს და დუმილი და უბრალოდ ილედზე პიკნიკ რაღაცა პატარა ისინი არის, ხო რაღაცა? არა, არის, როგორ არის ლაპარაკები, როგორ არის, იცი, ზოგადად ეს დაღესტნელები რო ხდებიან, ცდილობენ ჯერ თავიდანვე შეხვედრა რო იწყება, პირველ წუთში ფსიქოლოგიურად გაგტეხონ რა. ძირითადად ეგ მიდის, რომ ფსიქოლოგიურად დაგჩაგრონ, უხეშობაზე მოდიან, ზოგი გელაპარაკება, ზოგი ის და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სპორტში არის ჩემს ნერვები. ნერვები ხარ დონეზე გაქვს და სპორტსმენს ნერვები წყობაში აქვს, მე მგონი ყველაფრის გაძლება შეუძლია ეხლა და ასე თუ ისე რამდენიმაცა და უკვე მეორე ევროპის ფინალი იყო, მეორე დაღესტნელთან, რომ უკვე ესეთი დაძაბულობა მაქვს და ყველა ცდილობს რომ რაღაცა ფსიქოლოგიურად გამტეხოს რა და ალბათ მე მგონი იმის დამსახურება რუსული არ ვიცი რა. არ გესმის რაც გეუბნება. შეიძლება რომ კაი ისეთ რაღაცებსაც მეუბნება რომ უნდა ნერვები მომიშალოს, მაგრამ არ მესმის რა. სამგზის ევროპის ჩემპიონი ხარ, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი ხარ და მსოფლიოზე არ გაქვს უმაღლესი სინჯის მედალი. ჩემი ოცნება მსოფლიო ჩემპიონობას სიმართლე რომ გითხრათ ბავშვობიდან, იმიტომ რომ ქამარია რა მსოფლიო ჩემპიონზე, ქამარს იძლევიან თავისუფალ ჭიდაობაში და ბავშვობიდან ოცნება მქონდა ამ ქამრის. კადეტებში, ახალგაზრდებში და 23-ში ისე მოვიგე მსოფლიოები, რომ ზუსტად მაგ მსოფლიოებზე არ იყო ქამარი. ყველა მსოფლიოზე იყო მაგ სამი მსოფლიოდან ყველა მსოფლიოზე იყო ქამარი და არც ერთგან არ იყო, რას ერთი სული მქონდა ქამავდივარ, ყველა კადეტებში ავედი არ არის ქამარი, ახალგაზრდებში 23-ში არ არის ქამარი და აბა დიდებში მელოდებიან რა, რომ დიდებში უეჭველი იქნება გასლებში და იცი რა მაინტერესებს, ამ ევროპის ჩემპიონატზე იყო მთავარი აფიშა შენი და სადულაევის, თუმცა რაღაცა პრობლემების გამო სადულაევი ვიზა არ მისცეს როგორც ვიცი და ვერ გამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე და გითხარი რომ მოუგებ რა ძალიან დიდია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, 6-გზის სოფლიო ჩემპიონია, 4-გზის ევროპის ჩემპიონია, ძალიან დიდი ფიგურა ამ სპორტში. ამ ხელა ტიტულები აქვს და მე ამ ხელა ტიტულები ადამიანს აქვს ყველაზე ძალიან დიდი პატივისცემა, იმიტომ რომ იმას მთელი ცხოვრება მიძღვნილი აქვს. და ყველაფერი დათმობილი აქვს ამისთვის და სადულაევის ვიცოდი რომ ევროპის ჩემპიონატში ჭიდაობდა და უკვე ოლიმპიადის შემდეგ და ოლიმპიადის შემდეგ სიმართლე გითხრათ დასვენება ძალიან მინდოდა. იმიტომ რომ მთელი 3 წელი არ დამისვენია და რომ მორჩა ოლიმპიადით ხა დავისვენებ და მე უფრო გადავხარში მე ხამ ხელა წინააღმდეგო რა შეიძლება შემხედრო და ვერ დავისვენე და მორჩით ოლიმპიადას ორ კვირაში წავედი კლუბურ ჭიდაობაში ჩავერთე ბუნდესლიგაში ავსტრიაში და არ გავჩერებულა ფაქტობრივად ის 8-9 თვე და სულ მზადებაში ვიყავი რომ მენტალურად და ფიზიკურად რომ ვიცოდი რომ სადულაევს უნდა შევხვედრილიყავი და მინდოდა რომ ჩემი მაქსიმუმი მეჩვენებინა და კარგ ფორმაშიც ვიყავი სიმართლე გითხრათ კონკრეტულად სადულაევისთვის, მაგრამ შემჩნევა ესენი ხელში და ყველა ვერ ანუ რაღაცა პრობლემა იყო ქვეყანაში არ შემოუშვეს სადულაევი და ისე გამოვიდა რომ ვერ შეხვდით ერთმანეთს, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მქონდა სიმართლე გითხრათ რა. შენთვის პირველი ოლიმპიური თამაშები იყო და ალბათ განსაკუთრებული ემოცია იყო, ჯერო და როგორც ვიცი, ლიცენზიაც პირველად ადრე აიღე, იმიტომ რომ იყო რაღაცა. კი, პირველმა, იმიტომ რომ რაღაცა სალიცენზიო ტურნირებზე გამოდიოდნენ ჩვენი მოჭიდავეები და კითხვის ნიშნის ქვეშ იყო რაღაცა წონით კატეგორიებში, ხო? შენ მანამდე გაინაღდე თვეებით ადრე თუ შეიძლება 1 წლით ადრე. 1 წლით ადრე და უკვე ფსიქოლოგიურად ის 1 წელი მოსამზადებლად ჰქონდა კონკრეტულად ოლიმპიური თამაშებისთვის. მოდი, ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებიდან ვერცხლის მედლამდე აი ეს ემოციები მინდა. აქ იცი რა დავამატებ ბოდიში შენი ინტერვიუ აი ძალიან მახსოვს რა ჩარჩენილი მაქვს რომ ადამიანებია მოდიან და მიულოცავენ ვერცხლის მედალს და მე ვაკ ამისთვის არ ჩამოსუარო რა ეგ ძალიან ისეთი სიტყვებია სპორტსმენებს ანუ ვერცხლის ოლიმპიური ყველა ოცნებობს რომ ბრინჯაო მაინც მოიგებს ოლიმპიადას და ვაფშე მონაწილეობა მიიღონ უბრალოდ მე და გენომ გავაკეთეთ ეგრევე ლიცენზიები მედლები ავიღეთ და იქიდან გამომდინარე მედალს რო ვაკეთებდი უკვე ლიცენზია ჰქონდა და ვინც მედალს ვერ აკეთებს სოფლის ჩემპიონატზე მე გადაერთვნენ უკვე სალიცენზიო ტურნირზე ორი ტურნირი იყო ამ ორი ტურნირის ჯამში უნდა იყოთ ლიცენზიები და მალევე ავიღე და უკვე ჩავერთე მზადებისკენ რა და ასე ხა ციკლი კი იყო 3 წლიანი მოსამზადებელი მაგრამ მე ცოტა ადრე მქონდა ოლიმპიური რაღაც 10 წლით ადრე უკვე დაწყებული მქონდა იმიტომ რომ მე წინა ოლიმპიადაზე ვერ დავდექი ელის ბაროტიკაძე იყო მაშინ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში შემთხვევით წავაგე ძალიან და ბოლო წამზე და
უკვე იქიდანვე მქონდა, ხო იცი, უკვე იქიდანვე მზადები უკვე და მაგიტოც იყო, რომ ოლიმპიადაზე ეს რაღაცა ცოტა მძიმედ გამოჩნდა ჩემი ვერცხლის მედალი, სიმართლე რომ გითხრათ, ეხლა ჩემი აღქმაც, ანუ იქ რაღაცა კამერებთან რაღაცა ვერ თქვი ჩემი სათქმელი რა. ვინმეს რო ეკითხა, სიმართლე რომ გითხრა, ეხლა რამოდენიმე ხნით ადრე, რამოდენიმე დღით ადრე იქაც რო ჩავდიოდით, აი არ წარმომედგინა რომ შეიძლება წამეგო ის ოლიმპიადა რა. არარეალური იყო რა, ჩემი ისე ვიყავი მომზადებული, იმ ხელაში რომ მქონდა ჩადებული, ბოლო 2 წელი სუშეკრებაზე ვიყავი, სახშიც არ მოდიოდი რა. რომ რაღაცა სხვა რაღაცებზე არ გადავართულიყავი და ჩემი მაქსიმალური დაუთმე ოლიმპიადას და ისე გამოვიდა რომ აი წინა დღესაც ფინალში სანამ გავიდოდი რომ ჭიდაობდით ანუ სტელები რომ მეკითხებდნენ რაღაცას პირდაპირ ვიზახსი რომ მეთქი всё ნორმალნა ყველაფერი არაფერი არ გვინდა ვფიქრობდი დილს რომ მეთქი მეთქი რა შეიძლება მოხდეს რომ დღეს მე შეხვედრა წავაკო და ყველანაირი ის გავიარე აი და ზუსტად იმით წავაგე რომელიც არ გამივლია მოკლედ რო თქვა და ხელი რომ მოვკიდე რომ შევედი აი ისეთ კარგ ფორმაში ვიყავი და იქიდან სუსტი მომეჩვენა მეთქი ხარ რაღაცა სუფლექს გავუკეთებ მეთქი და ეს არის წამის მიათასედებში მე გრძნობ რომ რაღაცა არ გამოვიდა და რაღაცა სუდად ჩავყევი მომენტში და უბრალოდ არ მინდა ხა რაღაც ზედმეტი ლაპარაკი გამომივიდეს მაგრამ 6 წუთი რო წასულიყო შეხვედრა არ არსებობდა მე ალბათ იქიდან მაგრამ დღეს რა უყოთ ესეთ მდგომარეობა ვერცხლის მედალი მიღებული არის ფინალში მარცხისგან და ბრინჯაოს მედალი მიღებული არის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მოგების. ალბათ ფსიქოლოგიურად უფრო ისე ხვდები ამ მოგებულ მედალს რომ რაღაც სხვა მუღამი აქვს. აი ხომ მიხვდები აი ეს სხვაობა მინდა რომ საშენოდ, იმიტომ რომ ფინალში დაგება უფრო რაღაცა გულდასაწყვეტია ვიდრე მესამე ადგილი თან ოლიმპიადაზე. აი ეს მინდა რომ გითხრა. ფინალის დაგებას რავი მიჩვენია რა ყველაფერი წავაგო რა. მაგას მიჩვენია 100 ჯერ ვიჭიდაო მესამე ადგილის, იმიტომ რომ მაინც ფინალია და წაგებული ტოვებ თლიან შეჭირს და იდეაში ბევრად სხვაობაა ტიტულში. ბრინჯაო და ვერცხლი ხვდები, მაგრამ მიჩვენია ისე ბრინჯაოსთვის ვიჭიდაო და ფინალი არ წამაგებინა რა. საქმელა ძალიან ძნელია, ეხლა თუ იქიდან რომ გამოვედი დაახლოებით რო არ მოგატყოთ 1-2 თვე, ანუ რეაქციები არ მქონდა, შოკში ვიყავი რა. არ ვერ ვაზროვნებდი ვაფშე 2 თვის განმავლობაში ვერ უხარშავდი კიდე მეთქი ის რა მოხდა როგორ მოხდა და დღესაც არ მეყურებია ფინალისტვის სიმართლე კიდე. ჭიდაობაში 2 დღეზეა გადანაწილებული ძირითადი რაუნდი არის პირველ დღეს და ნუ ფინალები არის. ფინალური ბლოკი არის მეორე დღეს. მე მახსოვს რომ ადრე არ იყო ეგრე წლების წინ რა. და ამ რამდენად გაართულა თქვენთვის მოჭიდავეებისთვის რეალურად ცხოვრება. აი სპორტული საშინელება პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ წონას იკლებ, დილით აბარებ და საათნახევარში იწყებ ჭიდაობას. და მთელი დღე ჭიდაობ, მინიმუმ 4 შეხვედრას და მე რო დამთავრდება ის დღე და კიდე წონა უნდა შეამოწმო, თუ ზედმეტი გაქვს კიდე უნდა დაიკლო იმ ღამეს. და მეორე დილით კიდე ჩააბარო და მე კიდე ფინალი ჭიდაო რა. იდეაში მაგიტო გააკეთეს ეს წესები, რომ ბიჭებმა წონა აღარ დაიკლონ და ჩვენ მაინც ვიკლებთ, იმიტომ რომ ხელა სხვაობებია წონებში, რომ ფიზიკურად ვერ გადახვალ გადმოხვალ ხა. ჩემ შემთხვევაში ზემოთ 125-ია, ვერ გადავდივარ და მიწევს 15 კილოს დაკლება ჩემ წონაში რა. ხო და 15 კილოს დაკლება როგორ რანაირად თან რაღაცა მინიმალური ეხლა წარმოიდგინე 13 დავიკელი ამ შეჯიბრზე ამ ევროპის ჩემპიონატზე ბოლო პირველ დღეს დავიკელი 13 პირველი დღისთვის 13 დავიკელი დილით ავიწონე საათნახევარში დავიწყე ჭიდაობა გავედი ფინალში და საღამოს 10 საათი 11:30 იყო რომ მორჩა ეს ყველაფერი და დავდექი სასწორზე და 4:09 მქონდა კიდე მეტი 3 საათამდე საუნაში ვიჯექით 4:09 საუნით გავუშვი და მე დილით დავიწონე და მე კიდე ფინალი ვიჭიდა მეორე დღეს და აი წარმოიდგინე ხა ენერგიას ხო გაცლის და როგორ არის ეს 100% ადამიანი მიხვიდე შანსი არ არის ხო ეგ თავისთავად გამორიცხულია რა უკვე იქ გეხარ და ჭიდაობ მარტო ხასიათის ხარჯზე რა ვერ ვიზინებ ხოლმე ეს ბოლო 2 დღე ეს წონის კლუბების დღე და ჩვენი ექიმი გელაძე აუსას ვეძახით უმაგრესი ბიჭები მინდა რომ ახსენო აი და კიდე ფილო ჩვენი მასაჟისტი ისე გვერდში ვიდგანა აი არ ვიცი რა გიხსენს და გელაძე რო არ იყოს წარმოიდგინეთ სველტილოებში მახოს ხოლმე ღამე
და ისე წვები რომ ორგანიზმი ისე ხურს რომ ვერ ისვენებს და შოქშია რა. რა თქმა უნდა. და მაგის ხარჯზე ცოტა გრილდება ორგანიზმი, თორე ძილით ვერ დაიძინებს შანსი არა. გიждები იმ ვიდეოზე, ჩვენო მარსიდან ვართ, რა ეგ არის სასწაულები და ეგ ამოვარდება ამ დროში. ჩვენო ქართველები არ ვართ, ანუ ჩვეულებრივი ტიპები, ჩვენო მარსიდან სხვა იმიდან ვართ და სხვანაირი მენტალობა გვაქვს რა და აი ეს ქართული მენტალობა შე როგორ გეხმარება აი ამ შენს წარმატებაში და შენს სპორტში. I'm from Georgia. Georgian. You are not man. We coming from Mars. სოფლიოში თუ რამე სპორტის სახეობა, იქ ერთი ფიგურა ქართველი წინა პლანზე ყველგან არის. მენტალურად ხო ხდები არ არის რა რეალური რასაც ახლა ქართველი სპორტსმენები აკეთებენ. იმასთან შესაბამისობაში რა მდგომარეობაც ახლა ხო ხდები, თორე იმხელა ქვეყნებია და იმხელა რაღაცა ისენი აქვთ ბიჭებს ხო ხდები რომ არ იქნება რა რეალური ხარ რომ დაუკავშირო და თან ეს ვიდეოც რაღაცა მე ძალიან გავარდა მოკლედ თუ თემო სოფლიო ხო ანუ მე ყველგან ხვდებოდა ანუ კითხვა ისეთი ქონა ეხლა იმას რომ რა სიტყვიო და რატო რა ნუ ესეთი პასუხი გავეცი ხო ხდები ნუ ეგრეც არის რა მოკლედ რო ვთქვა ეგრეც არის ბოლო პერიოდში თითქოს ცოტა ჭიდაობაში როგორც ბერძნული მომავლის თავისუფალი ჭიდაობა რაღაცა პოპულარობა ცოტა მოიკლო ხო ახალგაზრდებში რა ვითარებაა რეალურად და ახალი თაობა ვისთანაც შენ მაგალითად შეიძლება შეხება გაქვს ვისაც აკვირდები უყურებ აი რა მდგომარეობაა ქართულ ჭიდაობაში დღეს პირველ რიგში გაშუქების პრობლემაა იმიტომ დღეს შეიცვალა ყველაფერი ანუ ინტერნეტზე გადის ყველაფერი რაღაცა PR-ზე იქ ვიდეოს გადაღებაზე რაღაცაზე და ახალგაზრდებმა ეს ყველაფერი უნდა ნახონ და მეორე კიდე არის რომ ეხა ახალგაზრდებზე რასაც ქვია გარდატეხის ასაკია კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ეხა სხვა ცხოვრებაა, ანუ უფრო მეტი სასტუმებელი აქვს ახალგაზრდებს, მოკლედ რო ვთქვათ, იმიტომ რომ ყველას უნდა მარტივი ცხოვრება. არიან ისევ ახალგაზრდები, რომლებსაც უნდათ ესეთი ცხოვრება და წარმატებულები უნდათ რომ იყვნენ და არ არიან ეხა მაინც და მაინც ეხა TikTok-ში და რაღაცეებში ჩართულები და ყოველდღე ეხა მეც მინდა ურჩიო ახალგაზრდებს რომ ეს რაღაცა გაჯეტები და რაღაცა ცოტა გვერდზე გადადონ, იმიტომ რომ ეხა ყოველდღე რო უყურებ აქ ვიღაცები შეიძლება სპეციალურად აკეთებენ მაგ ვიდეოებს, ეხლა ვიღაცები ფერარები დარბიან, ხო ხდები სხვადასხვა ქვეყანაში ვიდეოებს იღებენ, იქ რაღაცა გულაობებზე არიან რაღაცა და ანუ ამას რო ხედავს ახალგაზრდა სულ უყურებს და თან ყოველდღე სამჯერო უწევს ვარჯიში ხდები, ვერ აბალანსებს ეხლა ამას, ანუ ტვირი ერევა და უნდა მარტივი ცხოვრება რა იმასაც და ამიტომ მინდა რომ ახალგაზრდებს მიმართო რომ არ არის აუცილებელი ეს ტელეფონი ყოველდღე და რაღაც ეხლა მე მაგალითად ეს Facebook-ი და ეს TikTok-ი და ეგეთ რაღაცები არ მაქვს რა, Instagram-ი მაქვს, იმაშიც შეიძლება ორ დღეში ერთხელ შევიდე რა, მოკლედ რო ვთქვათ. სულ მზადების პროცესში ხარ ხო და სულ რაღაცა ვარჯიში და ასე შემდეგ. რა ეტაპზე ხარ ახლა და როგორ მიდის მზადება მსოფლიოსთვის, ან თუ დაიწყო უკვე ან როდის იწყება და სამშაბათიდან ჩავერთვებით, ნელ-ნელა შევუყვებით, ეხლა ესე სრულიად თუ არ იქნება და ნელ-ნელა შევხურდებით ერთი კვირა და მე უკვე ჩავერთვებით, უკვე ტურნირებიც იქნება. მოსამზადებელი მე ჩემ წონაში ვერ ვიკლებ ტურნირებზე სამწუხაროდ. და მძიმეში ვჭიდაობ სულ რა ეს ბოლო 3 წელია, იმიტომ რომ ტურნირებზე რომ დავიკლო მე ოფიციალურ შეჯიბრებებზე უკვე მიჭირს მე ძალიან და მძიმე წონაში შევუყვები სარეიტინგო ტურნირებს და Grand Prix Grand Slams და მე უკვე სოფლიოზე დავიკლებ კიდე ერთხელ წონას და რა იმედია ჩავარე ჯამთელად ვიყოთ მოკლედ რო ვთქვათ რა. შვენიერი, მოკლედ სექტემბერში ველოდებით მსოფლიო ჩემპიონობას და მთავარი ყურადღება იქნება სამგზის მეც სამგზის ევროპის ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი გახდება თუ არა და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი გახდება თუ არა და იმედია გახდება მსოფლიო ჩემპიონი. რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ და ძალიან გულშემატკივრობთ. გივი მაჭარაშვილი იყო ამ ბლოგში ჩვენი სტუმარი და ის რჩება ჩვენთან მესამე ბლოგში. სანამ მესამე ბლოგზე გადავალთ, არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, ამ ვიდეოს მოწონება, გამოკლევით TikTok-ზე, გამოკლევით YouTube-ზე და დაგვიწერეთ კომენტარებიც აუცილებლად. სამწუხაროდ პარიზის ოლიმპიადა წარუმატებელი გამოდგა ჩემთვის, გარდა იმისა, რომ უმედლოდ დავრჩი, დისკვალიფიკაციაც მივიღე. თუმცა უნდა ითქვას, რომ პროვოკატორად მსოფლიო სპორტის ლეგენდა მოგვევლინა. ჩვენი ძმა თუშა. კი ბატონო, ერთიდან ერთი. შემდეგი. პარიზში თავს დედასავით ვგზნობდი, როდესაც ჩემი შვილის ხელა გოგო ბიჭებს ვუყურებდი ნაკრებში. ნამდვილი ლეგენდა ვარ. რამდენ ოლიმპიადაზეც მე მივიღე მონაწილეობა, ზოგს მაგდენი მედალი კარიერაში საერთოდ არ აქვს მოგებული. ჩვენი მსროლელი ხო?
კი ბატონო, ზუსტად ნინო სალუქვაძე არის 100%-იანი შედეგით. ლეგენდა. ალბათ დამეთანხმებით, რომ 2021 წელს გამართულ ტოკიოს ოლიმპიადაზე დაშვებული შეცდომა და დასანანი მარცხი პარიზში გამოვასწორე. ამას ყველა ელოდა ჩემგან. ოქროს მედალი მოვიგე და ფინალში ირანელ მეტოქეს შანსი არ დავუტოვე. გენო პეტრიაშვილი. 3-დან 3. 2021-ში ტოკიოში მსაჯებმა მაგრად დამჩაგრეს, არადა მედალს აუცილებლად მოვიპოვებდი. 2022-ში და 2023-ში დავამტკიცე, რომ ამ სახეობაში საუკეთესო ვარ. პარიზში მედალი ვერ მოვიპოვე, თუმცა არ უნდა გაგიჭირდეს ჩემი ვინაობის გამოცნობა. ჩემი ძმაკაცი ბაზაძე. სანდრო ბაზაძე. კი ბატონო. ჩემი ძმა. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე უმედლოდ დავრჩი, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე ავუბი მხარი გივი მაჭარაშვილს და მედალი მოვიპოვე. ოქრო ვერ, მაგრამ ბრინჯაო ჩემია. გამყრელიზე შაგისვია საო. შეიძლება ითქვას, რომ პარიზში ამას ჩემგან ბევრი არ ელოდა, თუმცა მე მჯეროდა, რომ შევძლებდი და მედალს მოვიპოვებდი. საბოლოოდ ბრინჯაოს დავჯერდი, ჩემი მუშტი მტერს მოხდა. გურული ჩვენი ძმა. ლაშა გურული. სპორტის ამ სახეობაში ყველაზე წარმატებული ქართველი ქალი ვარ. პარიზში როგორც ინდივიდუალურ, ისე შერეულ გუნდურ სახეობაში ვიასპარეზე. ჩემი მეუღლეც ამ სახეობაში ასპარეზობს, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე უფრო წარმატებული ვარ. ლიპარტელიანი. კი ბატონო, ეთერ ლიპარტელიანი. რომ არა ცოტა მოულოდნელი და ბევრისთვის გულდასაწყვეტი გადაწყვეტილება, ალბათ 2028 წელსაც შევძლებდი ოლიმპიადაზე ასპარეზობას. დიდი სპორტიდან ჩემი წასვლით კონკურენტებმა გაიხარეს. კალახაძე, კი ბატონო. ვინც კი ვიყავით პარიზში წასულები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი სპორტსმენი ვარ. პირველად ოლიმპიადაზე 2008 წელს ვიყავი, შემდეგ 2012-ში, 2016-ში და 2024-ში. სამწუხაროდ ოლიმპიური მედლები არ მაქვს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატებზე რამდენიმე ვერცხლის მედალი მომიგროვდა. ეს ბოლოსკენ მივდივართ და ერთ-ერთი ყველაზე რთული შეკითხვაა ამ ჩამონათვალში. ამ ოლიმპიადაზეც იყო? ამ ოლიმპიადაზეც იყო. კაი რა შე. სერიოზული კითხვაა ზო. თუიდე ჩავაგდოთ. ტრენერი ხო არ არის რომელიც? ტრენერი ლუბა გოლოვინაზეა საუბარი. ლუბა გოლოვინაზი. რთული იყო საკმაოდ. საკმაოდ რთული იყო. ნელ-ნელა ქართული ჭიდაობის ლეგენდობისკენ მივიწევ. ოლიმპიადაზე ვერცხლი, ზედიზედ 3 ევროპის ჩემპიონობა. სოფლიოზეც მაქვს მედლები, მაგრამ არა ოქრო. თუმცა იმასაც მოვიგებ. ახლა კი გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი და მოიწონოთ ეს ვიდეო. ივი მაჭარაშვილი. ბრძანდებით, კი ბატონო, ბრძანდებით. 10-დან 9 გამოცნობილია. ივი, აქედანვე დაგემშვიდობები, მადლობას მოგახსენებ სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებ და ძმების პოდკასტი ბედნიერია რომ გამოიწერეთ ჩვენი ბიჭები.